ყირიმის დასავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილზე რუსმა სამხედროებმა ბლოკადა მოხსნეს, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით კვლავ ბლოკირებულია ქერჩისა და ფეოდოსიის საზღვაო ბატალიონები. შეუერთდება თუ არა ყირიმი რუსეთის ფედერაციას 16 მარტს რეფერენდუმის შედეგად გაირკვევა. სოფო ფუტკარაძის რეპორტაჟი. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ყირიმის უმაღლესმა რადამ ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დადგენილებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად რეგიონი ფედერაციას სუბიექტური სახით შეუერთდება. ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით საყოველთაო რეფერენდუმი კი 16 მარტს გაიმართება. პლებისციტზე გავა 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენის საკითხიც. მიღებული გადაწყვეტილების გამო საკანონმდებლო ორგანოს მარიონეტული უწოდა ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერმა. ვითარება უფსკულისაკენ მიექანება, ამბობს რეფატ ჩუბანოვი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა დაქირავებულებმა სევასტოპოლში ბერტმფრენი შეიპყრეს, რომელმაც კონფლიქტის ზონაში უკრაინელი ჟურნალისტები ჩაიყვანა. რუსმა სამხედროებმა ამავე ქალაქში ხომალდი ოჩაკოვი ჩაძირეს და უკრაინის ფლოტის გემებს ზღვაში გასასვლელი ჩაუხერგეს. რუსულ ჯარს აქვს გამაგრებული სამხედრო პოზიციები ფეოდოსიაშიც. თუმცა ადგილობრივები უკრაინელ სამხედროებს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ. კოლეგებს დახმარება აღუთქვეს დნეპროპეტროვსკელმა ოფიცრებმაც. რუსეთის ხელისუფლებას ევროპარლამენტიდან ჯარების გაყვანის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა არსენ იაცენიუკმა, უკრაინის პრემიერმა პუტინს მიმართა. ყირიმის ტერიტორიაზე სიტუაციის სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის რუსეთი რეალური დისკუსიისთვის. ნახევარკუნძულის კრიზისი არა მარტო უკრაინა-რუსეთის, არამედ მთელი ევროპის კრიზისია. ნახევარკუნძულზე სიტუაციის ესკალაციის ფონზე პარიზში სერგეი ლავროვისა და ჯონ ქერის მოლაპარაკებები შედგა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი იპოვოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივების გადახედვას აპირებს. ევროკავშირმა დასავლური ქვეყნების მსგავსად იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესა. ბლოკმა ეგრეთ წოდებული შავი სია გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის ექს-პრეზიდენტი და მისი ვაჟები, ასევე 15 მაღალჩინოსანი მოხვდნენ. ლატვიამ აღნიშნული პირები ნონ გრატა პერსონებად გამოაცხადა. რუსეთის მოქმედება ყირიმში უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა პოლონეთის პარლამენტმა. პრემიერი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება არსენ იაცენიუკის მინისტრთა კაბინეტია. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები ევროინტეგრაციის იდეისთვის სიცოცხლეს სწირავენ. რუსეთმა თავის მხრივ ნატო უკრაინასთან მოლაპარაკებების ხელშეშლაში დაადანაშაულა. როგორც ფედერაციის საგარეო უწყებაში განაცხადეს, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას დასავლეთი მხარს არ დაუჯერს. ნატოს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება დიალოგისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაში არ გვეხმარება. სწუხართ უკრაინის კრიზისის გამო და სტაბილურობის აღდგენისთვის დიალოგს გავაგრძელებთ. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო აგრესია გააპროტესტა და კრემლის მიერ დაფინანსებულ ტელეარხზე მუშაობა შეწყვიტა. Russia Today-ის ორმა ამერიკელმა წამყვანმა. ჟურნალისტების ქმედება ტელეარხის ხელმძღვანელობამ თვითრეკლამად და ამერიკის პროპაგანდის მსხვერპლად შეაფასა.